თბილისობისთვის სამზადისი დასასრულს უახლოვდება, თანხმდება ბოლო დეტალები. ცნობილია, რომ ხვალ დღესასწაული თბილისის ზღვაზე საქველმოქმედო მარათონით დაიწყება. მოვლენათა ეპიცენტრი კი ძველი თბილისის ისტორიული უბანი იქნება. საღამოს გადმოდივართ აქ და პირველ დღესაც და მეორე დღესაც. ბავშვებისთვისაც და ყველასთვის და ოჯახური განწყობა რომ გამოვა. ყველა თაობის ადამიანის გემოვნებაზე მოსარგება თბილისობა 2014 ორგანიზატორებმა მრავალფეროვანი ღონისძიებები დაგეგმეს. თბილისობის მთავარი კონცერტები რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე გაიმართება. 2 დღის განმავლობაში სცენას ძველი და ახალი თაობის მუსიკოსები დაიკავებენ. მრავალფეროვანი იქნება მუსიკალური მიმდინარეობებიც. კონცერტების გარდა ტრადიციისამებრ თბილისში ბაზრობებიც მოეწყობა. არის სხვადასხვა სამზარეულო, არა მარტო ქართული, მათ შორის არის უცხოური სამზარეულოებიც. არის რამოდენიმე ფესტივალი, არის 2 დიდი ზონა, რომ ბავშვები გაერთონ, იქნება წარმოდგენები მათთვის და არის დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები. თბილისობის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება საკრებულოს გარემონტებული შენობის გახსნა იქნება. ღონისძიებაზე საპატიო თბილისელებსაც დააჯილდოვებენ. ესენი არიან ადამიანები, რომელიც რეალურად თავისი ყოველდღიური საქმიანობით, რომელიც შეიძლება მხოლოდ მათი ჰობი იყოს და არა ძირითადი საქმიანობა, იჩენენ მზრუნველობას თავის თანამოქალაქეებზე, თავის ეზოზე, უბანზე. წარმოდგენილია ჩაიკა გას 13 მუზეუმის მშვენება. 1959 წლის ჩაიკას და სხვა ანტიკვარული მანქანების ნახვას ავტომოყვარულები თბილისობის ფარგლებში შეძლებენ. ახალი ავტოსალონი სწორედ ამ დღესასწაულზე გაიხსნება. მნიშვნელოვანია, რომ მუზეუმის გახსნა დაემთხვა თბილისობის დღესასწაულს. მიხარია, რომ ადამიანები მოვლენ, იხილავენ ისეთ ექსპონატებს, რომლებიც უკვე გადაშენების გზაზე არიან. თბილისობის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა შორის ერთ-ერთი მასშტაბური ღვინის ქალაქის მშენებლობა იქნება. ხვალისათვის პატარა სახლები უნდა აშენდეს, სადაც სხვადასხვა კუთხისა და ღვინის ისტორია იქნება წარმოდგენილი. თბილისობისთვის მოეწყობა მცენარეების გამოფენაც. ყოველი სახლი ეს არის კონკრეტული მევენახეობა, მეღვინეობის ხარის გადმოცემი, მასზე იქნება აღბეჭდილი ის მინიმალური ინფორმაცია, რაც ყველა ნორმალურმა ადამიანმა უნდა იცოდეს ამ მხარეზე. წლევანდელი თბილისობა განსხვავებული მისი მასშტაბურობით იქნება. ღონისძიებები ქალაქის ყველა უბანში ჩატარდება. ათივე რაიონში ტარდება ასევე ღონისძიებები და არა მხოლოდ დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში. მეორე წელს პირველად დაწესდა სპეციალური ჯილდო თბილისზე მზრუნველი ადამიანებისთვის. თბილისობის დღესასწაული ხვალ თბილისის ზღვაზე საქველმოქმედო მარათონით გაიხსნება.